მოგესალმებით, შემოძვირფასებო ყველას, მადლობას მოგახსენებთ არხის გამოწერისთვის, კომენტარებისთვის და ლაიქებისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არხის განვითარებისთვის. სამწუხაროდ ხედავ, რომ რაც ნახვა აქ, იმის ნახვები აქ ვიდეოს, გაშლებს, მაინც რატომღაც არ ვიცი, თავს იკავებთ რეაქციებზე, ხო, ნებისმიერ რეაქციაზე, ან მოწონებაზე, ან კომენტარზე, მაინც თავს იკავებთ. ეს რატომ ხდება? არ ვიცი, მაგრამ თხოვნა მაქვს, მე მგონი არ უნდა იყოს ძნელი იმის გაკეთება, რომ ენერგიების გაცვლის მიზნით ან მოიწონოთ არხი, ან გამოიწეროთ, ან დააკომენტაროთ, ვინც ამას აკეთებს, ყველას გულწრფელი მადლობა ჩემუკარგებო. ღმერთმა 1000-ად დაგიბრუნოთ უკან ის სიკეთე და ის, ასე ვთქვათ, გაწეული, თქვენი მხრიდან გაწეული ენერგია. და მე მადლობას მოგახსენებთ კიდევ ერთხელ და მინდა ახლა შემოგთავაზოთ ასეთი გაშლა, ვინც არ ხართ ურთიერთობაში და შეიძლება დაგენგრათ ურთიერთობა, მოხდა ურთიერთობის ნგრევა, მაგრამ მაინც ეძებთ მიზეს, შეიძლება იცით კიდეც, ხო, მაგრამ მაინც გაინტერესებთ, ხო, ანუ რატომ მოხდა, თითქოს ყველაფერი თავიდან კარგად დაიწყო, მაგრამ რა მოხდა შემდეგ, ხო, ვნახოთ, რატომ მოხდა ურთიერთობის ნგრევა. მომზადებული მაქვს კითხვები და ამ კითხვების მიხედვით გავაკეთებ გაშლას, შემოგაგებო. მოდი ვნახოთ. როგორი იყო ურთიერთობა საწყის ეტაპზე? როგორი იყო ურთიერთობა საწყის ეტაპზე? ურთიერთობის საწყისი ენერგია საწყის ეტაპზე. მე ამოვაბრუნებ კარტებს და შემდეგ ისე წავიკითხავ, დავალაგებ და შემდეგ წავიკითხავ. ანუ აქ იქნება ასე ვთქვათ ვარიანტებით, უბრალოდ მოусმინეთ საწყის ენერგიებს, თუ გეცნოთ და თუ ასე იგი გეცნოთ რეზონირდათ რაიმე თქვენს სიტუაციასთან, მაშინ უყურეთ ბოლომდე. თუ არა და მაშინ შესაძლებელია დღეს თქვენი გაშლა არ იყოს შემოგარგებო. შემდეგი კითხვა, სად გაჩნდა პირველადი ბზარი თქვენს კავშირში? სად გაჩნდა პირველადი ბზარი თქვენს კავშირში? ერთად კაცაც დავამატებ. რა გრძნობები ქონდა მას იმ პერიოდში, როცა ურთიერთობა ირღვეოდა? რა გრძნობები ქონდა მას იმ პერიოდში, როცა ურთიერთობა ირღვეოდა? შემდეგ, რას გრძნობდით თქვენ? რას გრძნობდით თქვენ? არ შეიძლება არჩეს არკანები, მაგრამ გავაჟღეროთ შემოგარგებო. რა ფაქტორმა მოახდინა ყველაზე ძლიერი გავლენა ნგრევაზე? რა ფაქტორმა მოახდინა ყველაზე ძლიერი გავლენა ნგრევაზე? შემდეგ იყო თუ არა მესამე პირის ჩარევა ან სხვა ფორმის ზეგავლენა თქვენს ურთიერთობაზე? იყო თუ არა? ნახეთ, დავდებ არკანებს. შემდეგ, რას მალავდა ის თქვენგან? და ვნახოთ თქვენ რა გააკეთეთ, ხო, რა გააკეთეთ ამ ურთიერთობის შესანარჩუნებლად, და შემდეგ ვნახოთ რა გასწავლათ ამ ურთიერთობამ, ასე დავიწყეთ შემოძვირფასებო. ასე იგი, როგორი იყო ურთიერთობა საწყის ეტაპზე და ამოვიდა ხუთიანი კვერთხი, აი ასე გადმოვდებ, რომ დაინახოთ არკანები, ხუთიანი კვერთხი და ხმლის დედოფალი. შემოძვირფასებო, მინდა გითხრათ, რომ შესაძლებელია საწყის ეტაპზევე იყო თქვენ შორის რაღაც გაუგებრობები, ხო, შეიძლება ორივე პიროვნება, თქვენც და თქვენი პარტნიორიც, ვინც ჩაიფიქრეთ, ძალიან ჯიუტები იყავით და რაღაცნაირად ხდებოდა ისე, რომ მუდმივად ცდილობდა ორივე მხარე, რომ თავისი რაღაც პოზიცია გაემყარებინა, თავისი ასე ვთქვათ უპირატესობა, თავისი სიტყვა გაეტანა, თავისი ქმედებები, ანუ გამარჯვებულის პოზიციაზე, თითქოს ერთმანეთს აღიქვამდით თავიდანვე თითქოს კონკურენტად, ხო, რომელი მხარე აჯობებდა, ვისი მხარე, რომელი უფრო ასე ვთქვათ თავის საწადელს, რომელი უფრო მიაღწევდა, ხო, და რაღაცნაირად კი ბატონო, თქვენ ხმლის ენერგიებში ამოდიხართ, ანუ ხმლის დედოფალი ამოვიდა, ხო, შეიძლება თქვენ იყავით რაღაცნაირად სიმართლის გინდოდათ, რომ აი ფიქრობდით, რომ თქვენ მართალი იყავით. შეიძლება ნამდვილადაც იყავით, ხო, მართალი, ეს არ არის გამორიცხული. ანუ როდესაც რაღაც კონფლიქტური სიტუაცია, რაღაც ერთმანეთში რაღაც სპორი კამათი გქონდათ, ფიქრობდით, რომ თქვენი, იმიტომ რომ ხმლის დედოფალი ეს არის პიროვნება, რომელიც სიმართლისთვის, ну არ აქვს აქ მნიშვნელობა, ეხლა ქალი მიყურებს თუ მამაკაცი, მაგრამ ყოველ შემთხვევისთვის ერთ-ერთი მხარე უფრო ლოგიკური აზროვნებით გამოირჩეოდა, უფრო
მეტად შეიძლება კრიტიკულიც იყო ურთიერთობაში, იყო რაღაც შენიშვნები, იყო ერთ-ერთის მხრიდან, ხო, რაღაც შეიძლება არ მოგწონდათ ან თქვენს პარტნიორს და ამაზე რეაგირებას მკაცრად და ცოტა ხისტად, ასე ვთქვათ, ახორციელებდით, ხო, როდესაც ქმედებებში პარტნიორები ერთმანეთს კრიტიკულად არიან ერთმანეთის მიმართ განწყობილები და ცდილობენ, რომ თავიანთი პოზიცია იყოს უფრო თავიანთი, ფიქრობენ, რომ თვითონ არიან მართლები, თვითონ არიან ერთი სიტყვით უფრო მეტად სიმართლის მხარეს და მათი პოზიცია უნდა იყოს მკვეთრად დაფიქსირებული, ანუ და ერთმანეთს შეიძლება კრიტიკაზეც არ ერიდებოდით, ცოტა უხეშადაც მოგდიოდათ ერთმანეთთან რაღაც შენიშვნები და თავიდანვე ფაქტია, რომ თავიდანვე საწყის ეტაპზევე რაღაცნაირად ვერ გაუგეთ ერთმანეთს, ჩემოგარგებო. აი, ასეთი ენერგიები იყო თავიდანვე, ხო, შეიძლება ამას არ აღიარებდით, მაგრამ იგრძნობოდა თავიდანვე თქვენს ურთიერთობაში დაძაბულობა, ხო, შეიძლება რაღაც არ მოსწონდა თქვენს პარტნიორს, ან თქვენ არ მოგწონდათ და რაღაც კრიტიკულად იყავით ერთმანეთის მიმართ განწყობილები, ერთმანეთს არ უდებდით ტოლს, ხო, ანუ გინდოდათ, რომ თქვენი სათქმელი მისთვის პირდაპირ, გეთქვათ, აი პირდაპირობა, როდესაც არა დიპლომატიურად, არა შელამაზებით და რბილად, არამედ ცოტა უხეშად გამოგდიოდათ ერთმანეთის კრიტიკა. აი, ესეთი ურთიერთობა იყო თავიდანვე თქვენს საწყის ეტაპზე, ხო, თუ გეცნოთ, მაშინ გააგრძელეთ ყურება. ფაქტია, რომ რაღაც თავიდანვე ვერ ააწყეთ ერთმანეთში, ვერ ხდებოდა რაღაც აზრთა თანხმედრა ერთმანეთში, ჩემგარგებო. მოდი ვნახოთ, სად გაჩნდა პირველადი ბზარი თქვენს კავშირში, სად გაჩნდა და აქ ამოვიდა კვერთხის მეფე და კვერთხის დედოფალი და მე დავაზუსტე და ამოვიდა სამიანი თასი. შეიძლება ჩემო ძვირფასებო, აი ეს ყველაფერი იმდენად ემოციებზე არ ტყავდა ეს ყველაფერი კონფლიქტები თქვენს ურთიერთობაში, აი ეს დაპირისპირებები, ხო, როდესაც ერთმანეთის არ ესმის წყვილს, გაჩნდა ბზარი და ეს ბზარი, არ ვიცი, სამიანი ხმალი იყო შეიძლება უთქმელი, რაღაც წენა, რომელსაც გულში იგროვებდით და შემდეგ ამოხეთქავდა ეს გრძნობა, ხო, ანუ რაღაცნაირად ეს ყველაფერი ამ ყველაფერმა ემოციურად ძალიან დიდი ზეგავლენა მოახდინა თქვენზე. ასევე არ არის გამორიცხული, რომ იყო თქვენ შორის აი ამ კონფლიქტური შეიძლება იცით როგორი მომენტია, ხა ხუთიანი კვერთხი აქ შეიძლება აჩვენებს იმასაც, რომ ერთ-ერთი მხარე რაღაც ეჭვიანი პიროვნებაც იყო, არ არის გამორიცხული ან თქვენი პარტნიორი მუდმივად შეიძლება ფიქრობდა იმას, რომ რაღაც კონკურენტი ხომ არ ჰყავს ვინმე, ხო, ანუ ეს ენერგიაც არის უბრალოდ ახლა სამიანი ხმალი რომ ამოვიდა, ინფორმაცია წამოვიდა, რომ შესაძლებელია დაპირისპირება ხშირად ხდებოდა იმაზე, რომ რაღაც ეჭვიანობის ნიადაგზეც იყო რაღაც დაპირისპირება, შემოძრფესებოდა და ეს ძალიან გტკენდა გულს ერთი სიტყვით. ეს ვარიანტიც შეიძლება იყოს, არ დაგვაუწყდეს, რომ საჯარო გაშლა, რაც თქვენია ის ინფორმაცია მიიღეთ, აუცილებელი არ არის, რომ ეს ფაქტი, რასაც ვამბობ, იყოს. უბრალოდ აქ არის ადამიანის ეჭვები, ან ბუნება ესეთი ადამიანის, რომ როდესაც რაღაც ერთმანეთში მუდმივად ხდება რაღაც კონფლიქტური სიტუაცია და მით უმეტეს საწყის ეტაპზე, ფიქრს იწყებს ადამიანი, რომ სხვა რამე მესამე ფაქტორი ხომ არა, თუმცა აქ ბოლოში არის ეგ კითხვაც და მივალთ იქამდეც. ანუ შესაძლებელია რაღაც ეჭვიანობის ასე ვთქვათ, რაღაც გაჩნდა მარცვალი თქვენ შორის და ამანაც გააჩინა ბზარი, ჩემო ძვირფასებო. რა გრძნობები ქონდა მას იმ პერიოდში, როცა ურთიერთობა ირღვეოდა, ოთხიანი თასი და სამიანი თასი, ჩემო ძვირფასებო. იცით როგორი მომენტია? რა გრძნობა ქონდა იმ რღვევის პერიოდში და პიროვნება დაიღალა. შეიძლება ითქვას, რომ უკვე აღარ ასე ვთქვათ, იმდენად თავის თავში ჩაიკეტა, ემოციურად გამოიფიტა, ხო, თითქოს აღარ ახარებდა არაფერი და შეიძლება გართობას ეძებდა სახლის გარეთ, ხო, თქვენს გარეშე მეგობრებთან, სადმე შეიძლება არ არის გამორიცხული, რომ
სადმე მეგობრების კამპანიაში ერთობოდა და არიდებდა ყოველ შემთხვევისთვის თავს თქვენთან ურთიერთობას, ხო? ანუ გრძნობა კი ბატონო, გრძნობა შეიძლება იყო, მაგრამ ეს გრძნობა უკვე თითქოს ითრგუნებოდა და უკვე რაღაც სხვა გზებს ცდილობდა. შეიძლება ეს მუდმივ რაღაც სტრესული დაძაბულობა, ფიქრები, ეჭვიანობა და აი ეს ყველაფერი იმდენად მოქმედებდა პიროვნებაზე, რომ შეიძლება თავს არიდებდა ამ ყველაფერს და ცდილობდა რომ გარეთ მეგობრების წრეში სადმე სხვაგან შეემსუბუქებინა და გართობილიყო, ასე ვთქვათ, და სხვაგან ეპოვა რაღაც შვება, ხო? მოდი ვნახოთ თქვენ რას გრძნობდით და ამოვიდა კვერთხის ტუზი და იეროფანტი. იცით როგორი მომენტი აქვს, თქვენი გრძნობა უფრო თქვენ გინდოდათ რომ ყველაფერი თითქოს დაწყებულიყო თავიდან, ხო? ანუ რაღაც გადაგელახათ ეს რაღაც კონფლიქტური სიტუაციები, უფრო შვიდად მოლაპარაკების ფონზე, როგორც ტრადიციულად, ხო? ანუ წყნარად რაღაც მოგეგვარებინათ, ერთობლივად გადაგეჭრათ ის პრობლემები, რაც გქონდათ, ხო? თქვენ უფრო თითქოს ფიქრობდით იმაზე, რომ შეიძლებოდა რომ თუ ერთად დასხდებოდით და ისაუბრებდით, ან შეიძლება ვინმეს მხრიდანაც რაღაც რჩევის სახით მიგეღოთ და რაღაც ერთობლივად მოგეგვარებინათ ეს სიტუაცია, თუმცა თქვენი პარტნიორი, თქვენს მიერ ჩაფიქრებული პარტნიორი ამ ყველაფერს თითქოს თავს არიდებდა და ცდილობდა გარეთ მეგობრების წრეში რაღაც სხვა ასე ვთქვათ გართულიყო და უფრო სხვაგან ეძებდა შვებას. თქვენ უფრო ფიქრობ, რომ თქვენთვის უფრო რაღაც ეს მოლაპარაკება და ერთად პრობლემის გადაჭრა უფრო თქვენს ინტერესებში იყო, ვიდრე თქვენი პარტნიორის ინტერესებში. ის თითქოს თავს არიდებდა, მსუბუქად ცდილობდა, ხო, გარეთ ცდილობდა, შეიძლება რაც სასმელში ციკლავდა ზოგიერთთან იმ რაღაც ნერვიულობას, იმ წყენას და შემდეგ ეს ყველაფერი ქუჩდებოდა და რაღაც დიდ პრობლემას ქმნიდა. შემდეგ ეს ყველაფერი ისევ კონფლიქტით თავდებოდა. თქვენ უფრო ლოიალურად ფიქრობდით, რომ ყველაფერი შეიძლებოდა ტრადიციებით, მოლაპარაკებით ერთად მშვიდად წყნარ გარემოში დაგეწყოთ თავიდან ურთიერთობა, ხო, ახალი რაღაც გზა მოგეძებნათ. ესე იგი, შემდეგი კითხვა. რა ფაქტორმა მოახდინა ყველაზე ძლიერი გავლენა ნგრევაზე და აქ ამოვიდა მაგიდა იმპერატრიცა, ჩემი ძვირფასები. ყველაზე დიდი გავლენა, მე შეიძლება იცით რა არის, აქ არ ვიცი, მაგიდა იმპერატრიცა, აქ არის კონტროლის, ესე იგი შეიძლება, არ ვიცი, შეიძლება თქვენს ურთიერთობაში იყო მესამე პირის ჩარევაც, რომელიც იმიტომ რომ შეიძლება არ ვიცი ეს რომელიმე პარტნიორის მშობელი არც ეს არ არის გამორიცხული, შეიძლება ეს იყოს ერთ-ერთი პარტნიორის მხრიდან იმის სურვილი, რომ ყველაფერი აკონტროლოს. ესეც შეიძლება იყოს, რომ ანუ ყველა ვარიანტში მაგი ეს არის მანიპულაცია, კონტროლი, იმპერატრიცა, როგორც ერთად კომბინაციაში შეიძლება წავიკითხოთ, რომ სურვილი იყო ძალიან დიდი თქვენს ურთიერთობაში, რომ მართვის სადავეები ყველაფერი ეკონტროლებინა ერთ-ერთ პარტნიორს, ასევე არ არის გამორიცხული ზოგიერთთან ყოფილიყოს ისიც, რომ ძლიერი ზეგავლენა მოახდინა მესამე პირმა, ეს არ დავასახელებ, ეს თქვენ უკეთ იცით, ეს დედა იყო, სიდედრი, დედამთილი, მული, თუ მაზლი, თუ გარეშე სხვა პირი, ერთი სიტყვით არ არის გამორიცხული, რომ გავლენა ყოფილიყო მესამე პირის მხრიდანაც, რადგან აქ ამოვიდა შემდეგ იყო თუ არა მესამე პირის გავლენა და ჩარევა ურთიერთობაზე, აქ მე აძლევს ამის თქმის საშუალებას ის, რომ არ არის გამორიცხული, რომ თქვენს ურთიერთობაში მესამე პირიც ერეოდა, რომელმაც ეს სიყვარული და ეს გრძნობა მოკლა ერთი სიტყვით და ყოველ შემთხვევაში თუ ასე არ იყო, შეიძლება ერთ-ერთი პარტნიორის მხრიდან მუდმივმა კონტროლმა და მუდმივმა ესეთი სურვილმა იმის, რომ ყველაფერი გააკონტროლოს, აი ამ ყველაფერმა ჩაახშო გრძნობა, რომელიც სხვანაირ მიდგომას და სხვანაირ ესე იგი მოკლა ეს გრძნობა, სიყვარულის გრძნობა და რაღაც ურთიერთპატივისცემა. არ არის გამორიცხული, ჩემი ძვირფასებო, ანუ საჯარო გაშლა, ყველასთან სხვადასხვა საკითხი იქნება, თქვენი რაც არის ის მიიღეთ, მაგრამ ფაქტია, რომ ურთიერთობაზე ყველაზე დიდი, ასე ვთქვათ,
გრევაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა კონტროლის სურვილმა. ეს თქვენი მხრიდან იყო, თქვენი პარტნიორის მხრიდან, თუ ვინმე მესამე პირის მხრიდან, ეს უკვე თქვენ უკეთ იცით და ამის ნიშნები არის აქ. რას მალავდა ის თქვენგან, რას მალავდა თქვენი პარტნიორი თქვენგან და აქ ამოვიდა ორიანი პენტაკლი და 10-იანი პენტაკლი, შემოძვირფასებო. შესაძლებელია თქვენი პარტნიორი თქვენგან მალავდა რაღაც ცდილობდა იმას, რომ ბალანსი შეენარჩუნებინა, ან რაღაც იყო ორი ფაქტორი შემოკარგებაო. შესაძლებელია ზოგიერთთან მალავდა იმას, რომ ჰქონდა პიროვნება სხვა ვალდებულებებიც, მშობლების წინაშე ვთქვათ, ან არ ვიცი ვისზე უყურებთ, შეიძლება ოჯახიც ჰქონდათ ზოგიერთთან, ხო? ანუ საჯარო გაშლა და მე ვარიანტებს ვაჟღერებ, თქვენი წოდეთ დანარჩენი. შეიძლება სხვა ოჯახიც ყავდა თქვენს ჩაფიქრებულ თქვენს გარდა სხვა ურთიერთობაც ჰქონდა. ასევე არ არის გამორიცხული კიდევ ერთი ვარიანტი, რომ ჰქონდა რაღაც დამატებითი ვალდებულებები, პასუხისმგებლობები, რომელსაც ვერ აბალანსებდა. ორ წყალშუა იყო, აი ჯონგლიორობდა, რასაც ქვია, ხან იქით იყო, ხან აქეთ, ერთი სიტყვით არ არის გამორიცხული, რომ ჰქონდა რაღაც ფინანსური ვალდებულებები, რომელსაც ვეღარ უმკლავდებოდა. ესეც შეიძლება იყოს, მე ვარიანტებს ვაჟღერებ, რაც თქვენია და რაც გეცნოთ, ის მიიღეთ. შემოძვირფასებო. ერთი სიტყვით შეიძლება ქონოდა პიროვნებას სხვა ვალდებულებები ოჯახთან, მშობლების წინაშე, ან ფინანსური რაღაც ვალდებულება, რომელსაც ვეღარ უმკლავდებოდა, ან შეიძლება ორმაგი ცხოვრება ქონდა პიროვნებას და ამ ყველაფერს მალავდა თქვენგან, შემოგარგებო. შემდეგ თქვენ რა გააკეთეთ ურთიერთობის შესანარჩუნებლად? თქვენ რა გააკეთეთ ურთიერთობის შესანარჩუნებლად და აქ ამოვიდა ორიანი ხმალი და 5-იანი ხმალი, შემოძვირფასებო. იცით რა არის, რომ თქვა რომ რაიმე მოიმოქმედეთ, არა, იმიტომ რომ თქვენ ან ხუჭავდით თვალს პრობლემებზე და გინდოდათ რაღაცნაირად განმარტოვებით, ფიქრობდით ძალიან ბევრს, რა თქმა უნდა, სტრესულ მდგომარეობაში იყავით და მუდმივად ცდილობდით რაღაც გზის პოვნას, რომელსაც ვერ ხედავდით, ხო, ვერ ხედავდით. შეიძლება ძალიან ბევრ რამეზე ხუჭავდით თვალს, რეალობას, ასე ვთქვათ, რეალობის დანახვა არ გინდოდათ რეალურად და ეს ყველაფერი შემდეგ დაძაბულობას და ისევ რაღაც კონფლიქტურ სიტუაციებს იწვევდა. შეიძლება დაიღალეთ იმ აი აქ აჩვენა, რომ თქვენი დამოკიდებულება, ხო, იეროფანტი ამოვიდა, შეიძლება ცდილობდით კიდეც, რომ აი დაგესვათ, რასაც ბრჭყალებში მოლაპარაკების მაგიდასთან თქვენი პარტნიორი და რაღაც დალაპარაკებულიყავით მშვიდად, მაგრამ ის მუდმივად ცდილობდა 3-იანი თასი და 4-იანი, ანუ რაღაც კონფლიქტურ სიტუაციებზე თავის არიდებას. ეს ყველაფერი იწვევდა თქვენში ბრალს, შემოგარგებო და რომ თქვა რომ რაიმე გამოგდიოდათ ან ვერ ახერხებდით, შეიძლება ვერ ახერხებდით, იმიტომ რომ რეალურად ნახეთ ორიანი ხმალი თვალებზე აფარებული აქვს სახვევი, ხო და თქვენც დაძაბულ და ფიქრებში იყავით, რომ არ იყავით არც თქვენ იმ მდგომარეობაში, რომ რაღაც მოგემოქმედებინათ ურთიერთობის შენარჩუნებისთვის, ხო, შეიძლება თქვენც დაიღალეთ იმ ყველაფრით, რაც იყო თქვენ შორის. და შემდეგი ბოლო კითხვა, რა გასწავლათ ამ ურთიერთობამ? შემოძვირფასებო და ამოვიდა 7-იანი ხმალი და მთვარის არკანი. რა გასწავლათ ამ ურთიერთობამ? შემოგარგებო და გასწავლათ ის, რომ არ უნდა გქონდეთ ილუზია, უნდა სიმართლეს შეხედოთ თვალებში, არ უნდა მოიტყუოთ თავი პირველ რიგში, უნდა ენდოთ თქვენს ინტუიციას და ასევე არ უნდა ეცადოთ, რომ ანუ გასწავლათ ის, რომ ანუ სიტუაციიდან კი არ უნდა გაიპაროთ და კი არ უნდა წახვიდეთ ისე, რომ რაიმე უთქმელად, ხო, ანუ რატომღაც ვარდისფერი სათვალე მოიხსენით ამ ყველაფრის შემდეგ და შეიძლება ითქვას, რომ არ უნდა მოატყუებინოთ თავი არც სხვას და არც თქვენ არ უნდა იცხოვროთ ტყუილში, აი ეს გასწავლათ ერთი სიტყვით ამ ურთიერთობამ გაკვეთილი, რაც იყო თქვენთვის, რომ რეალობა უნდა დაინახოთ და არ უნდა მოიტყუოთ თავი არც თქვენ და არც სხვას არ უნდა მისცეთ ამის უფლება, რომ გატყუოთ და მოტყუებული დარჩეთ. აი ასეთი იყო დღევანდელი გაშლა, ძალიან მაინტერესებს გამომეხმაურეთ, რამდენად რეზონირდა თქვენთან და თუ მიიღეთ თქვენს კითხვებზე პასუხი და თუ დაკმაყოფილდა თქვენი ინტერესი, ხო, თუ რაღაც კითხვებს მაინც გაეცა პასუხი, დამიტოვეთ კომენტარები. მადლობა და ნახვამდის. ვისაც არ გამოგიწერიათ, თხოვნა მაქვს გამოიწეროთ და ნუ დაგეზარებათ შემოძვირფასებო და ლაიქება და კომენტარება. მადლობა ყველას, ვისაც არ ეზარება, მადლობა და ნახვამდის.